რა მაინტერესებს იცი? ყოველ ღამე რომ მოდიხარ, გვერდით მიწვევი, ტრუსიქს მხდი და მე იძინებ. მე რეზინა კი არ მიჭერს. Galbadonu, am ჭყლეტვაში კვერცხები რას ამოდიოდა? კვერცხებით არ ამოვსულ ვარ, ლურსმნები მიყრია პარკში. ამიტომ ფრთხილად კვერცხები. ფრთხილად კვერცხები. ფრთხილად კვერცხები. ფრთხილად. ბიჭო, წარმოგიდგენია? ჩემო ცოლმა ჯგუფური სექსი მომთხოვა. მართლა? ხო? მე რეცადე იქნებ კარგი რამეა. ვთი, მაგრამ ჯგუფში ვის შეყვავარო? გამარჯობა. საფერფლე რა ღირს? საფერფლე 10 ლარი ბატონო. და კუ? კუ 5 ლარი. მაშინ ერთი კუ მომეცით რა. აბა მითხარით როგორ მოგეწოდოთ ჩემი ქმარი? ძალიან კაი ბიჭი, არაჩვეულები, მართლა კარგი ბიჭია, ღამე რო არ ხრინავდეს. Здорово. Здорово. მოგახტა კაროა. მაგის დეიდას ხო იცი ზებოთუბანში რას ეძახიან? რას? ბუმერანგს. რატო? ეგუჯერ გათხოვდა და ეგუჯერ უკან მოაბრუნეს. გოგო, ნახეთ ჩემო საქმრომ რა მაგარი ბეჭედი მაჩუქა. ძალიან ლამაზია. და შენ მაგაჩუქა? გოგო, არა, ხო იცი რომ მე საქმრო არ მყავს. ხო, ვიცი, მაგრამ მინდოდა რომ კიდე ერთხელ შემეხსენებინა. ეკიმო, სასქესო ორგანოს დაგრძელება მინდა. გასაგებია, მაგრამ საკმაოდ დიდ სირთულებთანაა დაკავშირებული და რისკებიც ახლავს. დარწმუნებული ხართ? დარწმუნებული ვარ, როგორ არა, მოსამართლემ 100 მეტრზე მიახლოება ამიგრძელა და აბა რა ვქნა. დატოვე და ჩარიაქე წადი ბაზარში. ვაჰ, მე კი წავალ ბაზარში, არა. შენ ცოტა არ გინდა რომ ექიმთან წაიყვანო? ჰა? ექიმთან რატომ უნდა წავიყვანო ახლა ვითომ? ბიჭო, ამბობ დროს მალე იღლება. არაფერი არ არის უხერხული, ამ ხელა ფულს ტყვილა არ ვიხთიმე. მოგძანდება. დიახ, გისმენთ? გოგონი ძალიან მაინტერესებს, აი ეს რა კერძია. აი ამას ვინ შეჭამს? იცით რა არის, თუ შეიძლება მენეჯერს დაუძახეთ. თქვენ გონიათ ის შეჭამს?
თო ამ შაბათს ასაკეთებ. ბავშვი უნდა ავიყვანო ბიჭო კოჯორში შემჭამა რა ის გველი უნდა გავაფრინო. შენ მასა ყوار გააფრინე რა გველი უნდა გააფრინე. აი ეს რა გველს რო ეძახიან სახაერო ფრანი რა. ეგა? შენ იცი რომ მე და შენ კოლეგები ვართ შაბათს. რა გაგები? რა გაგები ძმაო და მეც უნდა გველი გავაფრინო, ოღონდ ბავშვი არ მიყვავს. როგორ და ჩემს იდეც ვაცილებ რა აეროპორტში. მომისმენი ის რო გამოვიდა ახალი ჯიპები, ხო, ჩავებ, მაგრები როა. კაცო. მაგათ ხომ ტრაქტორის მოტორები. რას? და დადიან თურმე, ყველგან დადიან რა. ხევით, ქვევით. იგი მაგრები. მაგრები, თან შავი, ასლაპა. მაგრები. დავარჯოს ბიჭებს. საი, ყველას გამოწყობილ სადმით. ქალაქში მივდივარ, ცოლი მყავს ექიმი. ცუდად არის? ხო ბიჭო, რა ვიცი, რაღაცა ფერი არ მომწონს რა. მერე ფერი თუ არ მოგწონს, მალე ერთთან წაიყვანა და მაგარ ფერზე დაგისვას. გოგონი სკლეროზიანი ფუნთუშა გააქვთ? როგორი? სკლეროზიანი ფუნთუშა. აი არა, ეგეთი ფუნთუშა ჩვენთან არ იყიდება. როგორ არ იყიდება, გუშინ ვიყიდე. ქალბატონო, იქნებ სახელი გაიხსენოთ. რა სახელი გოგონა, რა სახელი? ჩემი ქიშმიშის გადამკიდე ყველაფერი მავიწყდება. მოზილე დუბეში მყავს გამოდი ბიჭო შენი ცოლი საფრანგეთში ნამყოფია? არა აბა აქ ისწავლა? ექიმო, იცით რა არის? იმ დღეს რომ მეძინა, ჩემი შვილი მომეპარა და ჩუმად ლურსმანი ჩამარჭო თავში. აი? როგორ? ჩემი შვილი მომეპარა და ჩუმად ჩამარჭო ლურსმანი თავში. არა, კი არ მტკიო ექიმო. უბრალოდ ქუც ვერ ვიხურავ თავზე, ხელს მიშლის. და ხომ მომაძრობთ? კი ბატონო. აი გადაიხდით თანხას. მიხვალთ იქ საოპერაციოში და აუცილებლად ამოგაძრობენ. ხო. და რა დაჯდება ექიმო? 1000 ლარი. 1000 ლარი. 1000 ლარი. ძვირი ექიმო 1000 ლარი. ნუ იცით, რთული ოპერაცია იქნება, ჩასატარებელი მოგეხსენებათ. ანესთეზია უნდა, ჭრილობას დამუშავება უნდა, ხომ გესმით არა? კი ექიმო მესმის, მაგრამ 1000 ლარი არ მაქვს და 100 ლარად ვერ გადამიყვნავთ. მამას რატომ აქვს ცოტა თმა თავზე? ბევრს ფიქრობს და იმიტომ. იმიტომ გაქვს ბევრი თმა შენ? რა არის თქვენი თუთიყუში? 500 დოლარი. რატო ღირს ასე ძვირი? შენზე კარგად ლაპარაკობს და იმ.
შვები აბა როგორ ჩაერანი იურის დიეტა რა ვიცი დავკარგე 12 კილო და ყველა მეგობარი ორი და 5 გავამრავლოთ 2-ზე. გაიგუშია რა. მა, ენციკლოპედიას მიყიდი? ენციკლოპედიას? ხო. ბებია თქვენისამ რა. მე რო ფეხი დავდიოდი სკოლაში ვიზენაკლები განათლება აქვე. ენციკლოპედია, უთხოვ. გამარჯობათ. გისმენთ. ექიმო, ჩემი ქმარი ამბობს, რომ მოტოციკლეტი ვარ და დარბის აქეთ-იქით. და ალბათ ეს ხმაური გაწუხებთ რა. არა, ხმაური არა, გამონაბოლქვი მიშლის. დედამ ჩვეულებრივი ჭურჭლის შელეთი 50 თებში გარეცხა. შვილმა კი იგივე დროში 100 თებში. სუპერფიტკინი 100 თებში წუთში. რა სჭამენ ამდენს ეს დედა რა არის? ლეიტენანტი აფხაზავა, თქვენ მანქანას ნომრები რატო არ უკეთია? ზებირად ვიცი უпроსო და რა თმინდა რო ეგეთოს. მა 155. ო, კაი, მიდი. ადე ხალო ჩაიცვი მიდი. აუ, უკვე მივდივართ. არა კაცო, კი არ მივდივართ, მაგრამ ჩემი ძმაკაცები მოდიან და ასე ხوار დახვდები, კაცო. ლურჯი დუდიყუში $100 გენასო. მამა, როს ვართაგვირო ყარი? ჩინას ერთია. და თქვენ გასათხოვარი ხართ? ლეიტენანტი, მეტრეველი თქვენი საბუთები. გამარჯობა გოგონი. ჩემთან დაწოლა გიყავთ. სუზრდელი ნახე რა. რას კადრულობთ? შეიძლება გუშინ გასული კაცი დილიშვით საათზე ბრუნდებოდეს. სადეგდე. მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს. ბიჭო, მაგაზე ადვილი რა არის, ისეთ ფოკუს გასავლი. შეიძლება 18 ბიჭი ერთად აესაი მიყვენ ერთმანეთს რა. გამოუშევა. აუ, გაკო, ჩემი ახალი საცურა კორწი რატო არ შეემჩნია, არ მოგწონ? ყველაფერზე ნერვები მეშლება. გასაგებია. კარგით. მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთვის კაპიტალი გთავაზობთ ცესხებს ავტომობილის უზრუნველყოფით. მხოლოდ 3.5%-დან. თბილისი, ბათუმი, დაგვიკავშირდით 2-300-300. მხოლოდ ლიკანს შეუძლია გაამდიდროს თქვენი ორგანიზმი ცოცხალი მინერალებით, შეგმატოთ ბუნებრივი ენერგია და მოგანიჭოთ ძალა. ლიკანი, ცოცხალი მინერალების ძალა. Can I make you some eggs? ტელეკომპანია იმედი და IC მოდელ მენეჯმენტი იწევს 14-დან 22 წლამდე ასაკის გოგონებს და 16-დან 24 წლამდე ასაკის ვაჟებს მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო სამოდელო კონკურს Elite Model Look-ში მონაწილეობის მისაღებად. გამარჯვებულს მსოფლიო ფინალზე ელის 300,000 ევროს საპრიზო ფონდი. გახდი ტოპ მოდელი. გაიარე უფასო ონლაინ რეგისტრაცია Facebook-ის გვერდზე ან ნიკო ნიკოლაძის X-ში. პოპკულტურა, მუსიკა, ახალი მედია, მომავლის ტექნოლოგიები და თანამედროვე ცხოვრების სტილი სერგი გვარჯალაძის ახალ ტელეპროექტში იმედიატორი. იმედის ეთერში. დღეს ღამის 12 საათზე იმედიატორი. იმედზე. აი ეს იქითა ლურჯი თუთიყუში რა. ლურჯი დუდიყუში $100 გენასო. ესე ძილი რატო? იმიტომ რომ ეს თუთიყუში FSB-ს აგენტი იყო. და
აი ესა. აბა, აი ეს $200 გენაცვალე. ეს რა არის? ეს ბატონო FBI-ის აგენტი იყო. აი ეს აქეთ ყვითელი რა არის? ეს $1000 ის გენაცვალე. და ეს რაღა იყო? ეს რაღა იყო არ ვიცი, მაგრამ აი ეს ყველა ამას ბოსს ეძახის. ესე რა, მე 12 კუთხოვრი. შეგი აქ დამჭა. ატალანტა 6. მამა, რუსულად თაგვი როგორ არის? ეჯინას ერთიანი. რა მამა? რუსულად თაგვი როგორ არის? თაგვი მიშკა მამა. დავირთხა? ვირთხა მიხეილი იქნება, რა ვიცი, აი, მიხეილი. და თქვენ გასათხოვარი ხართ? დიახ, სამჯერ. დავძალეთ კალბატონო. აი ძალიან დიდი მადლობა. ხედავ? უცხო კაცმა დამსვა, შენ კიდე ქმარი ხარ და ერთხელ არ დაგით მე ჩემთვის ადგილი. აუ, ვაბორთე მუსიკა. Now when I was a little boy, at the age of 5, I had something in my pocket. Leitenant, მეტრეველი თქვენ საბუთები. თქვენ სიჩქარეს გადააჭარბეთ. რა? 100 კილომეტრის საათში სიჩქარით მოძრაობდით. 10 წუთის გამოსულიო და საათში როგორ მოძრაობ? გამარჯობა გოგონი. ჩემთან დაწოლა გქნათ. უზრდელი ნახე რა. რას კადრულობთ? კიდე მე ვკადრულობ. აბა ჩემ საწყლზე რატომ ზიხარ? უკაცრავად. შეიძლება გუშინ გასული კაცი დილიშვით საათზე ბრუნდებოდეს. სადეგდე? მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს. მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს ქალბატონს. შენ რა გგონი არა მე ძინა? მოდი გაგვიმეჯოს. დავე. ბიჭო სამი ბიჭის მამა ხარ. ერთი მასწავლია როგორ აკეთებ ამ ბიჭებს. მე ხო იცი ორი გოგოს მამა. მესამეც რომ გოგო გამიშდეს თავს მოვიკლავ რა. ბიჭო, მაგაზე ადვილი რა არის, ისეთ მოგოს გასავლი. შეიძლება 18 ბიჭი ერთად აი ესე მიყვენ ერთმანეთს რა. გამოუშევა? გამოვში. აი გეტყვი რა, ეხლა რომ სახში მიყვალ, შენ ცოცხლხარი ეგრევე თბილი წყლით აბაზანა გააუსვს. შიგნით ჩააყარე ძმაო ვარდები, შენ თვითონ ჩაუყარე. და გააკისავ. სტარი ზღვის მარენი შემთხვევის სახში ისოვი. ხო და ისოვი ზმაო და ეგეთ ჩაუყარე. მე რა უთხარი 10 წუთი ინებიუროს ავანაში რა. რო ამოვა.
შენი ხელით წაუსვით, ასე შეუძლე ლამაზად 15 წუთი ქოქოსის ზეთი. აი როგორ ნახავ რომ მაგარი არამატი აქვს თავზე, სხეულზე რა არის, აი საოცარი სული, კალის სული რა. ეგრევე გახდილი ჩაწვეს ლოგიში. მე მიუწვე? არა, რა უნდა მიუწვე. ეგრევე დამედეკე მე 5 წუთში შეტანა გონს. არა ქონას მო, ბიჭი თუ გინდა ეგრე კეთდება და თუ არა და ისევ შენ მიუწვე კიდე გოგო გაგიჭე. მადლობა. მადლობთ. კაცო, მიცვალებული დახირებული რატო გყავთ? რა ვიცი კაცო, რა ვასწორებ თქმა ხრინავს. მადლობა. ჩემი ახალი საცურა კოსტიუმი რატო არ შეიმჩნია არ მოგწონს? ვაი მეც მქონდა ეგეთი. აი მართლა. ხო მოდაში რო იყო მაშინ. პიცუნდაში რო დავყავდით ჩემ მშობლებს აი მაგ პერიოდში მეც ვახოლმე. ღია მე ვარ. ძალიან ვთქვი მტვერსასრუტი მათხოვე რა. არა, მტვერსასრუტს ვერ გათხოვებ, მაგრამ თუ ძალიან გინდა, აქვე გამოიყენე. რა? ხო, აი იქ, კუთხეებში. ჩვენი მოფერების და ჩახუტების ამბავში ყველა მართალკაც გაუმარჯოს. გაუმარჯოს. ბიჭო, შენთვის ყველაზე მაგარი გართობა რა არის? ნადირობა და ქალები. ვა. და რაზე ნადირო? ქალებზე, რა თქმა უნდა. გამარჯობა, ქიაჩელზე გამიყვანთ. გამარჯობა, დაბრძანით. თუ შეიძლება ფრთხილად იარეთ რა, 5 შვილის დედა ვარ. კი ბატონო, 5 შვილის დედა თქვენ ბრძანდებით და მე მელაპარაკებით ფრთხილაზე. აუ თავი მისკდება რა. რა გჭირს? ჭკუში დავლე კუკურა ხო იცი? ხო იცი შე. მაგის ღვინო. აუ ისეთი ბომბი ღვინოა, მთელი ღამე ციცინეთელებს დავდები სიგარეტზე მომიკიდეთ. საყარელო რაზე ფიქრობ? რაზეც შენ? არ გაბედო, თორე ვიყვირებ. იმ დღეს იცი რა წავიკითხე ჟურნალში? თურმე მოდელების 70% შტერი და უტვინო ყოფილა. აი მე დარჩენილ 15%-ს მივეკუთვნები. ექიმო, იცით? ამ ბოლო დროს ყველაფერზე ნერვები მეშლება. მაინც რაზე გეშლებათ ნერვები? რა ნერი შეკითხვა ახლა ეს? რაზე მეშლება ნერვები იქნება? გამოგიხადებ ამას და ჩაგცხებ თავში.
ბიჭო. შენ რუსკალთან თუ ხარლავ. კი როგორ არა რა. არც მე. აბა ეს ბოლოა და ბოლო ჩვენ წლისთვის იყოს. რა სტატგეძოვების დავშა სტატკბელი ყველაფერს ერთად გავუმოჟეს. აბა აუმოჟეს რო დახშა რა და გავლე. ყველას აუმოჟეს. მამი, ეს ბოთლები მე რომ ჩავაბარო შეიძლება? მე რო არა ყავდით რა გეშველებოდა სახში. შენ რო ხარ. გამარჯობათ. ანალიზებია ხო თქვენ? დიახ, ჩემი ანალიზებია. გასაგებია, სურათი მაჩვენეთ შეიძლება. მინებეთ. ხო. გასაგებია, კარგით. და რას მიწერთ ეკივე? ცნობას გარდაცვალების შესახებ. და ჯერ ხო არ მომტარო ეკივე? ჯერ მეც არ დამემთავრებია წერა.